ასეა სიყვარულის გაღებასაც თურმე სჭირდებია ბევრი ენერგია და ემოცია. რაც ჩვენ სიყვარული ვაფრქვიეთ ეს დღეები, რაც ადამიანებს ვეფერეთ, რაც ვესიყვარულეთ. კი ბატონო, მთელი გულით, მაგრამ ამასაც სჭირებია ძალა, დიდი ძალა. ჭამის თავიც არ მაქვს ამისთან მდგომარეობაში ჯერ არ ყოფილვარ. მეც კი მიკვირს ჩემი თავის. ის კუდლის ის არის ჩაშუშული გამომდინარე. რა ჩაშუშული? ჩახოხბა, რა ის ჩაშუშული? რითი ნინო? ნედლი ხახვი. მარდაში გამოყადილი ნედლი ხახვი აქ ბლომა. მოდი ფლათაურიო. ხილით უკეთესია, მაგრამ ჩვენ დღეს დილგოზე გავაკეთეთ და ქინძით. შვენიერი გამოვიდა გასიჭი. აუცილებლად. ერთი ნაჭერი. მე ყელი მე კვერცხები მაქვს აგერ მომარაგებული, ეს ჩემი დოზაა დღეს. ეს ხო იცი? ყელი ეტყობა იმდენი სიყვარული ვაფრქვია რომ ამომეხრონტა. სახალწულო სუფრაზე ნანადირებით იყო ხოლმე. მოყავდათ გურიაში თუ ოჯახში მონადირე იყო, ყოველთვის მოქონდათ თურმე სუფრაზე და ძირითადად იყო ყურდღელი, იმიტომ რომ ბევრი იყო ჩვენსკენ ინაურის ქედზე მიდიოდნენ სანადირო და მოყავდათ. ჩვენები ნასაკირალში დადიან. კი, ნასაკირალიც კაი სანადირო ადგილები. კაი სანადირო ადგილებია და იქ და მე მეცოდებოდა რომ მოიყვანდნენ დაცხვით ყურებიან და ჩამოკიდებდნენ მეცოდებოდა. ყურები დაჭრილი მე არ სულ დამცინოდნენ მე ბავშვობაში. ჩემი ძმა რომ უმიზნებდა მე აქში ჩიტებს ასე უქშევდი რომ მე გაქცეულიყო და არ მიეკლა. მეცოდებია ჩიტები მოსაკლავა. ჩიტები ხომ არის ერთი პერიოდი ყანებში ჩამოვიდა, ეთყობა ტყის რომელიღაცა ინფორმაცია და გარეული ღორი. კი, მაგით. ბევრი იყო შემოესია გურიას, იქ მისი რომელი მდინარე არის დამავიწყდა. ნატანები, რომელი მდინარე? ნატანები და აქეთ ქობილი ჩოლოქი. ჩოლოქი და ჩოლოქის ნაპირზე ყანები ხონდა და იქ შემოესია. რომელი მდინარე თორე ბევრი გვაქვს გურიაში, ბახვისწყალი გვაქვს, სუფსა, ჩოლოქი და ბახვისწყალი და ბორჯი. სუფსა, გუბაზოული. გუბაზოული რა თქმა უნდა. გუბაზოული დედა მდინარეა, გუბაზოული. და მაშინ მოიყვანა მამაჩემმა გარეული ღორი მოკლული და ძალიან გემრიელი ხორცი ქონდეს. ნანადირები არ მიყვარს, მაგრამ ეს წეღარ მე გავსინჯე რომ შევაპიწყინე და შვენიერი გემრიელი ხორცია. მე შემეცოდა ჩემი ყურდღელი დასაკლავად და რუსიკოს ვაჩუქე. ჩემი გოგო რომ აგერ. შენი დიდი იყო. მაქელა ის დაგვანგვალობდა. იმას ვერ დავკლავდი ვერაფრით. გობს გაამსებდა იმხელა იყო, მაგრამ ვერ დავგალი. ის ბოცვერი იყო. რაცხა კულტურული ფორმა იყო. უფრო დიდი იყო. და ძალიან ფუმფულა. ის ბავშვებს უყიდიათ გასართობად. პატარა გასართობად რა უჩუქებია ვიღაცას, ჩემს ნათესავებს და ეიზარდა იმხელა ვეღარეტეოდა ძაღლის ხელა იყო. ხო, ჩვეულებრივ ყურდღელთან შედარებით დიდი იყო, დიდტანიანი იყო. ყველა ხორცზე ადრე უნიშნავენ ახლა ბავშვებს კვებაში ყურდღელს. ხო. ძალიან სასარგებლო და კარგია და ეს ხო გითხარით მომამზადე ჩემი ბების დედის ანუ ჩემი ბების ეკატერინე ჩხაიძე იყოს ნათელში ეკატერინე ჩხაიძე მიერთმევთ თუ განტვერთვის დღეა დღეს არ შემიძლია ვერაფრით ვერაფრით ყურდღელი განტვერთვისა გურის ფლარომ დუდგა მაგას მეერევა ამოაწებს კარგად და გემრიელად გიახლება ქოლესტერინის ეგეთები კი არა რა თქმა უნდა ქოლესტერინიცერიდება მონადირების ამბები თუ მოგისმენია ნადირობიდან რომ დაბრუნდებოდნენ და ერთმანეთზე რომ რაღაცების სასაცილო ისტორიად ან იგონებდნენ ან ნამდვილი იყო და აი რაც ბებია და ილყვილარიონში არის ნადირობის სცენები ხო აი ზუსტად ეგეც ამბებს ამბებს ხზავენ კი ნახევარს ტყუილს ნახევარს მართა რა თქმა უნდა მე ლექსებს უწერდე ჩემები ერთმანეთს კი ვიძა ჩემი იყო დიდი ივანო ქეშჩეიცაო ამანი ამბერების გამიგონია იმას შეეშინდაო ამას უთხარი კანდიდატები დათვი გამიერეს და ჩუმატი ყავდა პაპიროსი არ მოწევდა რომელები ორი ყოლოდ პაპიროსი ყავდა მონაცემი პიცა ჩემი ყვეთი ნუგზარი ხომერიკი და მეორე ვალოდი კვაჭენდრაძე სულ ერთად დადიოდნენ და სანადიროდ რომ მოდიოდნენ ერთმანეთზე ყვებოდნენ ლეგენდებს ან როგორ იგონებდნენ სულ შეთხზული იყო ყველაფერი ნახევარი შეთხზული იყო კი მონადირის ამბები ეგო რა არის კაცო ყდარის ზღვა ხო იციო ეგო მე მოვკალი იგი რა ფერაა დუუწია შენ რომ ამხელათებზიო თუ ამხელაო და არა პატარა დაამოკლეო და დუუწია შენ და დუუწევ მეც ერთმანეთს იგონებ ჩემ სოფელში ჩამოსახლდნენ სვანები 85 წელს 1985 წელს სვანეთში იყო დიდთოვლობა სტიქია როგორც თვითონ ეძახდნენ და 100 ოჯახი ჩამოასახლეს და მაგენმა ამ სვანებმა ჩამეიყვანეს წვეტიანი ღორები
ნიანგებს გავდნენ ასე. ჯაგარი ქონდათ და მოკლეები იყვნენ, წინაფეხი მაღალი და უკანა დაბალი, ასე. ქართული ღორი ეგა, ხო თიფტი კი როა კიდე ქვეშ დამდვილი ქართული ღორი. არ ვიცი ის რომელია, მაგრამ ნიანგებს გავდნენ და იყვნენ სვალეთიდან ჩამოყვანილი. ძალიან გემრიელი ხორცი ქონდათ. ძალიან, მაგრამ არ ეყურებოდნენ გურულად, რომ ეძახდნენ. ქართული ლაპარაკი არ იცოდნენ, მარტო სვანურად იცოდნენ. დღვიე. მე მეჩემ ეძახდნენ, "ვაი, გუტუ იქით მირბოდა, აქეთ გამოგცემის მაგირად. მე ის პოშენი ჩამომთრევი და შენ ჩამომჯერები. წევრი და წევრი. მე რესონერად დაეძახა, ხო? ხო ისწავლა, მე ხო ისწავლეს ჩვენება დაძახება. მე რომ ისწავლეს გადმოჯიშდნენ, შეერია ჩვენ ღორებში და რომ ისწავლეს აღარ იყო. აღარც ჯიშით და აღარც ვიზუალ. აღარც ჯიშით და აღარც შესახედა. გურიკო გასინჯე. შენ დიდი გურმანი ადამიანი. მეგა დიდია. გური ამდენი თუ გაკდა ცოცხალი რაფერი ყავი, შენ რაფერ მღეროდი. ეს კამერისთვის დავიდე ამდე. ისე უფრო ბევრია. გუშინ იყო ჩემთან ჩემი უფროსი მეგობარი სტუმრად და იმან ყურადღება მიმაქცევინა ერთ რამეზე. თურმე ღვინო რომ არ ყოფილიყო, ჩვენ ასე ვერ ვისხდებოდით. ღვინისგან მოდის თურმე ჩვენი სუფრა და სუფრის ტრადიცია. და დამარწმუნა ამაში სხვათა შორის. თავიდან კი ასე შენსავით მოაყლეწინებდი თვალებს, მაგრამ მეც დავფიქრდი რომ მართლა ასეა. აბა ვისკითო მოგინდებაო რომ დალოცო ადამიანი ან ღვინოთი იწყება ისო რომ უნდა იჯდეს ადამიანი. ღვინოთთან არის დაკავშირებული ის რომ ჩვენ სადღეგრძელოებს ვამბობთ და ერთმანეთს ვულოცავთ და ვეფერებით და თურმე ღვინო ყოფილა ამის შემკვრელი და ყველაფერი თურმე იმის ბრალი ყოფილა რომ ჩვენ ღვინის ქვეყანა ვართ და ძველი ქვეყანა ვართ. მე ჩემს აღმოჩენაზეც უნდა მოგახსენოთ, მე გაცილებით ეგრე აღმოვაჩინე და გითხრა თქვა, იმიტომ რომ ეს აღმოჩენი დოკუმენტიც მაქვს შექმნილი ამაზე, რომ აქ ქვეყანა სული თუ უდგას სულ სადღეგრძელოების ბრალი, იმიტომ არასოდეს ადამიანი ისეთი ხუთწელი არა, როცა სადღეგრძელოს ამბობს და გაუმარჯოსო რომ იტყვის, მიდის კოსმოსში ესა, მიდის აუცილებლად. იმდენი უტვინო სადღეგრძელო მომისმენია სიცოცხლე აღარ. მე გეუბნები გულით ვინც სადღეგრძელოს ამბობს, არა, რამდენი ჯერ თქველიც აღარა, ცოტა ძალიან დავამახინჯეთ ეს აი სადღეგრძელოს თქველიც თუ აღარ იქნება და რაღაა მაშინ ეს ქვეყანა, არა, იქნება ყოველთვის იქნება. ვიცი რა ისე გულად ჩუყებული ვარ ის ბაბუები რომ იყვნენ დღეს პაპები როგორც ვიგონ ამბობ რა საყვარლები არიან გური არა ქსოვრელები ეს ხო არ არის თქვა პირდა ხო ქსოვრელები გაგზელებლები ხო ყავ ქსოვრელებს ესენი ხო არ არის პირდაპირ თქვა არც მათ არ ეწყინებათ ეს არ არის რაღაცა მაღალი ხელოვნება ან რაღაცა ფოლკლორული მოკრძალებული რეპერტუარია შედარებით ყვითელი შედარებით სასუფრო აი ესეთი ხო ასე გური ქართული ხალხური ეროვნული არ ვიცი ეროვნული ჩვენ უფრო ფასეული ამბები ვთქვა. მეგონი თლად ბოლომდე ვერ გეთანხმებათ. არა, ეს ასია. ეს არ არის რაღაცა მაღალი ღრმა ხელოვნება. პირდაპირ ასე ვთქვა, მაგრამ იმდენად გულწრფელები არიან. იმდენად კარგები არიან. აი მე დაკვირვებულია, რომ ჩემთან ყოფილან 200-ჯერ ალბათ. ყველა სუფრაზე შუაში, არაფერ შუაში რომ არა, იქაც ვეპატიჟებ. უცხო სტუმრები თუ მყავს, უცხოელები თუ მყავს განსაკუთრებით. ყოველთვის მათი შემოსვლა არის ზეიმი და რატო? ადამიანებს ეხებათ მათი გულწრფელობა. ბუნებრიობა, ნამდვილობა. არ არიან მოგონილები, რაღაცა მოთხზული და შეთუთხნული არ არის. და ეს ყოველთვის ძალიან ამართლებს და მინახავს თლათ უცხო ადამიანი. ვინ ჩამოგითვალო, ვინ გინდა, რა ვიცი მე ვარსკვლავები, დიდი ვარსკვლავები. ახლა შეიძლება თავი შევიკავო ახლა ჩამოთვლისგან, ბევრი ვინმე მყოლია ისეთი, ვის თვალზე ცრემლი შემემჩნევია. ბარიშნიკოვი იცეკვა მათ ნამღერზე მაგალითად იყო ჩამოსული ამერიკიდან და ბევრი ხო და ამაშია სწორედ მათი ხელოვნება და ამიტომაა ეს კარგი და ამიტომაა დასაფასებელი რომ ბუნებრივია ბევრ მაღალ ხელოვანს ეს ბუნებრივობა ეკარგება თუ შეიძლება მე დღევანდელი დღით მინდა ვისარგებლო იმიტომ რამდენიმე დღეში ახალი წელი მოდის და თუ იცოდით რომ თბილისში იყო თურმე ძველ თბილისში განსაკუთრებით ახალი წლის განსაკუთრებული ტრადიცია დახვედრის ახალი წლის მოსვლის დროისთვის აღებდნენ სახლის კარებს და პატარა დაბალ მაგიდაზე დააწყობდნენ რაც ჰქონდათ რითიც აპირებდნენ შეხვედრას სუფრით და აუცილებლად სახლს შემოატარებდნენ მე დამპირდა ერთი ადამიანი უფრო დეტალურად მომიყვება ამ ამბავს და მომავალი გადაცემისთვის მინდა რომ წარმოგიდგინოთ სად როგორ ხდებოდა. აი მაგალითად მე გულქარაზიკაშთან რომ დავდიოდი ფშავში
ყვებოდა რომ მამა ვულკანი იყო ვაჟას ქალიშვილი. ვაჟას ქალიშვილი, ხო. ის ყვებოდა მამა მიცოდაო, რომ კითხეთ ერთ წელს ავედით და დაძვის ხე აუტანეთ, თოვლი იყო, დიდი ფეხი ქვიარეთ მას და როდესაც კითხეთ, აბა ახალ წელს როგორ ხდებოდი მეთქი და რაღაცები გაიხსენა და განსაკუთრებით რაც დამამახსოვრე და მამა იყო ყოველთვის მეყვლეო და ყველა სახლზე კვერეები მქონდა გამომცხვარიო, კვერეებიო და კარებჩიო რომ შემოვიდა და მამა გამააგორებდაო და ვისკენაც წაუქცეველი მივიდოდაო იმისო საქმეო ის წელი იქნებოდა კარგი. ანუ არ უნდა წაქცევილიყოს ესე გამაგორებული. ასე იყო რაღაცა სხვა ტრადიციები გურიაში ეგ დაწერე, კაი ამბავი. კი ძალიან. ყველა კუთხეს გონდა თამარას მონაყოლი მაგ კიდე თონეზე უხდებოდით ახალწელს, იმიტომ იქ თბილოდა და პურის სუნი მოდიოდა გემრიელიო. რაღაცა ყველას აქ თავისებურ კუთხეში გასა. ჩვენი ბებია სახში არ შეგვახვედრებდა. მოდის და გევიდეთ გარეთ და ღია ცისქვეშ ხდებოდით. რატომ არ ვიცი? და მე შემოდიოდი სახში ფეხადაც, უნდოდა რომ თვითონ მისი არ ვიცი, გავიდეთ და გარეთ გამოგვიყვანდა. ერთი ამბავი მაქვს სევდიანი, მაგრამ ჩვენი ქვეყნის სიძლიერის მაჩვენებელი და ამას მოვყვები. დავწერე კიდეც ამაზე და იცის ბევრმა, მაგრამ კიდევ გავიხსენებ. ერთი ახალი წელი დაემთხვა ისეთი გურიაში, გარდაიცვალა ჩემი საყვარელი ბიძა ნიკო შევარდნაძე, ახალგაზრდა კაცი. თბილისში გარდაიცვალა და ჩამოასვენეს. ისე მოხდა რომ პირველად ჩემს ცხოვრებაში, სხვების არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის ასე იყო, ჩვენ ჩასული ვიყავით, სტუდენტი ვიყავი მაშინ. ჩასულები ვიყავით სოფელში და ისე მოხდა რომ გარდაცვლილის ოჯახში შევხვდით ახალ წელს. უმანკობებია ბებია ჩემი მეზობლები ყველანი და იქ ვართ და ვერ ხვდებით. ეხლა როგორ უნდა ვქნათ ვერ ხვდებით. როგორ უნდა გავითენოთ ამ დროს? როგორ უნდა დავიბედოთ, როგორ ჯერათ ხო, როგორც არის გურიაში, იცით თქვენ. და ბებიამ თქვა, მოდიო, გარეთ გავიდეთო, როგორც ნუ დავიბედებთო გარდაცვლილთან ჯდომასო და გარეთ გავიდეთო და პარმაღზე გამოგვიყვანა. იმ აივნიდან, ჩემი ბიძის აივნიდან, ჩანს ბასილეთის, მთისპირის, აქეთ ჩოხატაურის სოფლები, ტოლების, კალთები, ყველა ბევრი სოფელი ჩანს, ირგვლივ. ზიანი, რა თქმა უნდა, და ნაგომარი და რომ დადგა 12 საათი ირგვლივ სოფლებში დაიქცა თოფებს ისროდნენ მაშინ იმ ჩემს ბავშვობაში და სულ იყო ისროდნენ ირგვლივ ერთი თოფი ჩემს სოფელში არ გავარდნიდა ერთი თელმა სოფელმა 400 კომლიანმა სოფელმა გადაწყვიტა რომ ასე გამოეხატა მისი თანაგზნობა და სამძიმარი და აი ახლა მეტირება აივნიდა რომ გადავიხედეთ ეზოში მოტკეპნილი იყო თოვლი და მთელი სოფლის კაცები იდგნენ ეზოში ისე უჩუმრად მოვიდნენ, დაადგნენ, ასე გამოაცხადეს თავისი ართა. ისე კი ეს იყო სამძიმარი. ნიშანი რომ ჩვენ აქა ვართ. ჩვენ არ ვზეიმობთ თქვენთან ერთად, ჩვენს გლოვობთ. ჩინი კი არა მოსულა. იდგნენ ეზოში. ასე უჩუმრის მიდე და ნელ-ნელა გაიკრიფა და თავის სახლში წავიდა. ის ახალი წელი მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მტკივნეული იყო, ჩემთვისაც და იმ ოჯახისთვის, ვისთანაც გარდაცვლილი იყო, რა თქმა უნდა, უბედურება იყო, მე მაინც ბედნიერად მახსენდება, რა სასწაულია ეს. და სულ ვამბობ ამას, სურათივითა, სულ ვამბობ, სანამ ასეთი თანაგრძნობა შეგვიძლია, სანამ ასე შეგვიძლია ერთმანეთს თანაუგრძნოთ, მოვეფეროთ, გამოუცხადოთ სიყვარული ამ ქვეყანას არაფერი არ დაემუქრება და ეს რომ არ იქნება, მე არ ვიცი ვიკითხოთ. შემოგძა ასეთი ფო. ბედნიერი ახალი წელი გაგვითენდეს, ჩემო ძვირფასებო, საყვარლებო. კეთილებო, კარგებო. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. წელს იმდენი სიყვარული მივიღე, არ მაკლია არასდროს ეს სიყვარული, მაგრამ წელს განსაკუთრებით ამ გადაცემის ქვეშ იმდენს წერენ, მოაქვთ საჩუქრები, არ იცის ხალხმა რითი გამოხატოს, გვიწერენ, გვაქებენ. ამ დროს სულ არ ვარ შესაქმები, ჩვეულებრივად იცის ყველა მაგერ ჩემებმა, რომ ამისთვის დიდად არ ვირჯებით, დიდად არ ვინდომებ, როგორც არის ისე არა. არ გეგმავთ. არ ვგეგმავთ დიდად არაფერს. უწფილად რომ თქვა, თითქმის ჩვენი ყოველდღიურობაა, რასაც ჩვენ გაგვიყვება. ხო, ცოტა გავამაზებული ფორმით. თითქმის. იცი რა, პროდიუსერიც კარგად იყოს. ახლა იმ ხასიათდება, რომ ეგეც კარგად იყოს ჯანდაბა მაგას. სანამ ვუნკლავდებით, მანამდე არ აუშავს. კარგად იყოს. გაიხაროს ყველა. ახალ წელს შევწვავ და შემწვარს გაჩვენე. კარგად იყავით. სიკეთით და სიხარულით დამთავრდეს ეს წელი და კიდევ უკეთესი გქონდეთ მომავალი წელი. ყველა სადარდებელი, ყველა საწუხარი, ყველა საფიქრალი, რაც გაქვთ, აქეთ წელში დარჩენილიყოს და იქით სულ სიხარული და სიკეთე იყოს. ამინ. კარგად იყავით.